საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა. შეხვედრას სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე თავმჯდომარეობდა. სხდომის მდივანი სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო გახლდათ. წმინდა სინოდის წევრებმა ინტერმართლმადიდებლურ კრებაზე იმსჯელეს. როგორც ცნობილია, აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი ბულგარეთის, ანტიოქიისა და სერბეთის მართლმადიდებელმა ეკლესიებმა უკვე განაცხადეს. სინოდის დღევანდელი სხდომის თანახმად, კუნძულ კრეტაზე დაგეგმილ ინტერმართლმადიდებულ კრებას არც საქართველოს დელეგაცია დაესწრება. დღეს საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა მორიგი წმინდა სინოდის სხდომა. განიხილებოდა ერთი საკითხი, წავიდეს თუ არა საქართველოს დელეგაცია კუნძულ კრეტაზე წმინდა და დიდ კრებაზე, რომელიც იმართება სულ მალე. კრებაზე აღინიშნა, რომ სამწუხაროდ დღესდღეობით მოსამზადებელი სამუშაოები, რომელიც იმართება თვეების განმავლობაში, ცხადყოფს, რომ ის მთავარი პრინციპი ერთსულოვნებისა, რომელიც საფუძვლად ედო ამ კრების გამართვას, ამ ეტაპზე ვერ სრულდება. ამიტომ გამოითქვა სურვილი, რომ გადაიდოს დიდი კრება და განაჩინა წმინდა სინოდმა, რომ საქართველოს ეკლესიის დელეგაცია ამ ეტაპზე თავს იკავებს კრებაზე წასვლისგან. და იყო კიდევ სხვა არგუმენტები, რომლებიც აისახება წმინდა სინოდის ოქროში. სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის ეზოს გამწვანებაში საპატრიარქოს ფონდი გაამწვანეს საქართველო აქტიურად ჩაერთო. ეკლესიის წინამძღვრის მოადგილის არქიმანდრიტ სერაფიმე ლოცვა-კურთხევით ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ადგილზე ბურთისებრი ბზის ნერგები ჩაიტანეს. ფონდის სახელით მონასტერს ბზის ნერგები პროფესორმა გიორგი ღვინეფაძემ და მისმა მეუღლემ მარიამ გუმბერიძემ შემოსწირეს. როგორც ცნობილია, მზადდება პროექტი, რომლის ფარგლებშიც ტაძრის ეზო გამწვანდება. ფონდი საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების საბჭოსთან, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებთან ერთად იმუშავებს. უშუალოდ გამწვანების პროექტი კი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქსა და იუნესკოსთან შეთანხმებით განხორციელდება. აღნიშნული ნერგები ტაძრის ეზოში მათთვის განკუთვნილ ადგილებზე განთავსდება. ძალიან მნიშვნელოვანია სვეტიცხოველში გამწვანება, რომელიც არის დასაპროექტებელი სცენარების შესარჩევი, ნიადაგის შესასწავლი, რომ უკეთესი და ლამაზად გამოიყურებოდეს ტაძრის მიმდებარე ტერიტორიის თვითონ ეზო და დღეს რაც არის გაკეთებული, ეს სპონტანურად დარგული არის, დროთა განმავლობაში ესე გაიზარდა და უკეთესი შესარჩევი, რა თქმა უნდა. ჩვენ მივმართეთ პატრიარქის ფონდს და დღეს ბატონ გოჩამ მოგვიტანა ქოთანში ჩარგული ბზები, რომელიც განლაგდა სვეტიცხოველში და მომავალში კიდევ უფრო დაგეგმილად გვინდა გაკეთდეს გამწვანება. მამა სერაფიმე ჭედიას წინადადებით ფონდი გამწვანის საქართველო აპირებს მონაწილეობა მიიღოს სვეტიცხოვლის ეზოს გამწვანებაში. ამისათვის ჩვენ მივმართეთ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს, ასევე საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების საბჭოს, რომელთა კონსულტაციით ფონდი აპირებს გაკეთდეს შესაბამისი გამწვანების პროექტი. ამისთვის ჩვენ მოწვეული გვყავს ძალიან მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტები, ესენი გახლავთ ლანდშაფტის არქიტექტორები, დიზაინერები, დენდროლოგები, ხუროთმოძღვრები, ვისაც ძალიან დიდი გამოცდილება აქვს და ნამუშევარი აქვს ამ ტერიტორიაზე და სხვა ადამიანებიც, რომელთა მიერ შედგენილი პროექტით მოხდება ამ ტერიტორიის გამწვანება. შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი აჭარის რეგიონის სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა. უწყების ხელმძღვანელთან ერთად ღონისძიებას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორი ჟუჟანა იაკაბი ესწრებოდა. დავით სერგეენკომ მას ჯანდაცვის სისტემაში განხორციელებული რეფორმები გააცნო. ევროპის რეგიონულმა დირექტორმა დადებითად შეაფასა ამ კუთხით განხორციელებული პროექტები, მათ შორის საყოველთაო ჯანდაცვისა და ცეჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა და მას სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.
აცხადა. ჩვენ გქონდა იმის საშუალება, რომ გაგვეზიარებია მოსაზრებები, გქონდა დისკუსია აჭარის სამეცნიერო საზოგადოებასთან და რასთავარია გქონდა ძალიან ნათელი და მკაფიო გზავნილი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისგან, რომ ის გზა, რასაც ადგენს საქართველოს ჯანდაცვის სისტემა, კერძოდ საყოველთაო ჯანდაცვა არის ცალსახად სწორი მიმართულება და ეს არის ქვეყნის განვითარების, მათ შორის ეკონომიკური უმნიშვნელოვანესი წინაპირობა. ის რეფორმები, რომლებიც საქართველოს ბოლო წლებში ჯანდაცვის მიმართულებით გაატარა, ძალიან მნიშვნელოვანი და სამაგალითოა სხვა ქვეყნებისთვისაც. ამ მხრივ გამოვყოფდი საყოველთაო ჯანდაცვისა და C ჰეპატიტის პროგრამებს, რომლებიც მართლაც დიდი მიღწევაა. ფალიაშვილის 11 ნომერში C ჰეპატიტის სერვის ცენტრი გაიხსნა. ბენეფიციარებს ამიერიდან ინფორმაციის მიღება უკვე აღნიშნულ მისამართზე შეეძლებათ. ახალი ცენტრი შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეებმა გახსნეს. ვალერი კვარაცხელიასა და ზაზა სოფრომაძის განცხადებით, C ჰეპატიტის სერვის ცენტრი ყოველთვიურად 2500-დან 3000-მდე პაციენტს მოემსახურება. ამავე ადგილას პროგრამის ფარგლებში პაციენტები დარეგისტრირების შემდეგ სკრინინგის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის რიგის დაკავებასაც შეძლებენ. ცენტრში ბენეფიციარები გარკვეულ კვლევებსაც ჩაიტარებენ. C ჰეპატიტის პროგრამა გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი ქვეყანაში. გამოსავლიანობის თვალსაზრისით შეიძლება ითქვას, რომ აბსოლუტური უმრავლესობა ჩვენი პაციენტების უკვე განკურნებულია, დანარჩენები აგრძელებენ მკურნალობას. პროგრამამ თვითონ იმხელა მასშტაბები შეიძინა, რომ საჭირო გახდა ახალი სერვის ცენტრის გახსნა. დღეს სოციალური მომსახურების სააგენტო ხსნის ახალ სერვის ცენტრს, რომელიც მოემსახურება იმ პაციენტებს, რომლებიც ჯერ არ არიან ჩართული პროგრამაში. სერვის ცენტრში იმუშავებს 10 ოპერატორი და შესაბამისად ასევე პერსონალი, რომელიც ოპერატიულად გაუწევს მომსახურებას C ჰეპატიტით შეპყრობილ პაციენტებს. ეს არის ადგილი, საიდანაც მოხდება იმ უნიკალური პროექტის მართვა, რომელსაც ქვია C ჰეპატიტის აღმოფხვრვის პროექტი. ყველა პაციენტი იქნება გატარებული რეგისტრაციაში. ყველა პაციენტი მოვა აქ და აქედან გაივლის უკვე რეგისტრაციას, აქედან მოხდება რიგების მართვა, აქედან მოხდება პაციენტების გადანაწილება სხვადასხვა კლინიკებში და ეს მოგცემს საშუალებას თუ ადრე მკურნალობდით თვეში 1000-1500 პაციენტს, ხა დაახლოებით 2500-3000 პაციენტს ვმკურნალობ. მე ყოველგვარი ზედმეტობის გარეშე შემიძლია გითხრათ, რომ მსგავსი ცენტრი არ არის მსოფლიოში არც აქ. ათასწლეულის გამოწვევის ფონდს, სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ენერგეტიკის სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მხარეებთან ერთად დოკუმენტს ხელი ენერგეტიკის სფეროში მოღვაწე 5 კომპანიის წარმომადგენლებმა მოაწერეს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ხელშეკრულება სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების სამინისტროსთან თანამშრომლობას ითვალისწინებს. სიახლის ფარგლებში კახი კალაძე უმაღლესი სასწავლებლის წარმომადგენლებს შეხვდა და მომავალში მათი დასაქმებისა და სტაჟირების საკითხებიც განიხილა. ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ახალგაზრდები იყოს ჩართული ენერგეტიკულ პროექტებში და პირადად მე და ჩვენ ყველას მიგვაჩნია, რომ ახალგაზრდების როლი, ახალგაზრდების ჩართულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენი მხრიდან იქნება მაქსიმალური ხელშეწყობა, რომ ახალგაზრდები იყვნენ ჩართულები. ენერგეტიკა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დარგი ქვეყანაში. უამრავი პროექტი ხორციელდება, უამრავი პროექტი არის დაგეგმილი სამომავლოდ და ახალგაზრდების ჩართულობა არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. მემორანდუმის მიზანი გახლავთ სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების და კურსდამთავრებულების სტაჟირების და დასაქმების პროგრამების განხორციელება. აღნიშნული მემორანდუმი ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან ათასწლეულის გამოწვევის ფონდისა და სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მიზანი გახლავთ საქართველოს მიაწოდოს ადამიანური კაპიტალი ისეთ მნიშვნელოვან სექტორებში, როგორიც არის მათ შორის ენერგეტიკის სექტორი და შესაბამისად ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამ მემორანდუმის ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტი განხორციელდება. ეს ხელშეკრულება, რომელიც დღეს გავაფორმეთ, ჩვენი სტუდენტების სტაჟირებას და შემდეგ უკვე დასაქმებას გულისხმობს. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდების სწავლის პროცესშივე ჩაერთვებიან იმ ენერგეტიკულ პროექტებში, რომლებიც ხორციელდება სხვადასხვა კომპანიისა თუ სამინისტროს მიერ და მათ უნდა გაიარონ პრაქტიკა. ეს მეთოდი ამერიკაში ჩვენს უნივერსიტეტში უკვე დაგეგმილია და ძალიან ეფექტურად მუშაობს. იმედი მაქვს, საქართველოშიც შედეგიანი იქნება.
მერვე გარემოს დაცვითი მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს გარემოს დაცვის უწყების ხელმძღვანელი ნიდერლანდელ და მოლდოվել კოლეგებს შეხვდა. გიგლა აგულაშვილმა ევროკავშირის წარმომადგენლებს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რომელთა შესრულებაზეც სამინისტრო აქტიურად მუშაობს. უწყების ხელმძღვანელმა შეხვედრის მონაწილეებს საერთაშორისო პარტნიორობის, ევროკავშირისა და გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტები გააცნო. ეს ღონისძიება მიეძღვნა ზუსტად იმ ნაწილს, რომელიც სტრატეგიული გარემოს დაცვის შეფასების თემაა და ამ თვალსაზრისით შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს მოწინავე ქვეყნების რიგშია პანევროპულ ქვეყნებში, რადგან ჩვენ უკვე შევიმუშავეთ შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა. ის უკვე არის განხილული სხვადასხვა სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანოებში და ძალიან მალე ვფიქრობთ, რომ ის წარვადგინოთ პარლამენტში. შეხვედრა ეხებოდა სტრატეგიული გარემოს დაცვითი შეფასების საკითხს პანევროპულ რეგიონში, რომელსაც მინისტრები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სტრატეგიული გარემოს დაცვითი შეფასება არის პანევროპული რეგიონისთვის ერთ-ერთი საკვანძო საკითხი, სადაც საზოგადოების მხრიდანაც უნდა იყოს ჩართულობა. ყოველივე ეს კი ეკონომიკური განვითარებისთვის არის მნიშვნელოვანი, რაც გულისხმობს იმას, რომ უნდა შეიქმნას სამუშაოები, რომლებიც ქვეყნის განვითარებას უწყობს ხელს და არ აზიანებს გარემოს. საქართველოს საჯარო სკოლებში თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოს სამეურვეო საბჭოს არჩევნები გაიმართა. მზადების პროცესს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური ქობულეთის პირველ საჯარო სკოლაში გაეცნო. სამეურვეო საბჭოს წევრებს მშობლები და პედაგოგები ირჩევენ. აღნიშნული რგოლის წარმომადგენლები სკოლის მართვაში, ბიუჯეტის განკარგვასა და სხვადასხვა პროექტების განხორციელებაში მონაწილეობენ. დღეს საქართველოს 2050 საჯარო სკოლაში ტარდება სამეურვეო საბჭოს არჩევნები, რომელიც გახლავთ სკოლის თვითმმართველობის უმაღლესი ორგანო. თითოეული სკოლა დიდი ხანია ემზადება ამ პროცესისათვის. დღეს ჩვენ ვიმყოფებით ქობულეთის პირველ საჯარო სკოლაში, სადაც ვნახეთ, როგორია მზაობა და დარწმუნებული ვართ, რომ როგორც ამ სკოლაში, ისე სხვა სკოლებში არჩევნები ჩატარდება საარჩევნო პროცედურების სრული დაცვით და თითოეულ მშობელს, თითოეულ მასწავლებლებს ექნება ყველა საშუალება იმისათვის, რომ თავისი ნება გამოხატოს. მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში რევაზ სირაძის საიუბილეო საღამო გაიმართა. შეხვედრა მეცნიერის დაბადებიდან 80 წლის თავს მიეძღვნა. ღონისძიებაზე პროფესორის კოლეგებმა და მეგობრებმა პედაგოგის ცხოვრება და მოღვაწეობა გაიხსენეს. შეხვედრის მონაწილეებმა საზოგადო მოღვაწის, სამეცნიერო და კვლევით შემოქმედებაზე თავიანთი მოხსენებები წარადგინეს. ღონისძიებაზე რევაზ სირაძის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი წიგნის წარდგინება შედგა. გამოცემაში პროფესორმა ლაურა გრიგულაშვილმა ძველი ქართული ლიტერატურის კვლევაში რევაზ სირაძის შეტანილ წვლილზე ისაუბრა. ეს არის მოკლე მონახაზი, მოკლე ქარგასავით რაღაცნაირად იმის თაობაზე თუ რა აქვს გაკეთებული რეზო სირაძეს. აი როგორია ის ბადე, რომელშიც მოაქცია მან ძველი ქართული მწერლობის პრობლემატიკა. ეს არის და ერთი-ორი ბიოგრაფიული შტრიხი შევმატეთ კიდე, რათა უფრო ახლოს მისულიყო მკითხველთან, რომელიც არ იცნობს რევაზ სირაძეს, აი მისი პიროვნება, მისი სახე, მისი ხასიათი. აი ეს იყო კიდევ ჩემი მიზანი. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მოკლე, ასე ვთქვათ, ნარკვევი. მასზე ალბათ დაიწერება უფრო ვრცელი, ასე ვთქვათ, გამოკვლევები და მაშინ მოგვეცემა საშუალება უფრო მეტი ვთქვათ და უფრო ახლოს გავაცნოთ ბატონი რეზო ჩვენს ახალგაზრდებს. 3 ივნისს შეუსრულდებოდა მას 80 წელი და ძალიან დასაფასებელია, რომ კვლავ ახსოვთ 4 წელი გავიდა იმ ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ, რაც მამა გარდაიცვალა და იღუპა და რა ვიცი, მის შესახებ რა შემიძლია თქვა, მისი შემოქმედების და მისი იდეების გაგრძელება ალბათ იმ მოსწავლეებში, იმ პირებში, რომლებიც იზრდებიან, თაობები იზრდებიან, ეცნობიან მის წიგნებს და ყველაზე ღირებული რაც არის, რომ რაღაცა გარკვეულად აი ესთეტიკური კულტურის, ესთეტიკის ისტორიის კურსი შექმნა და სილამაზეს აზიარებდა თავის დროზე ახალგაზრდობას.
საქართველოს საპატრიარქოს ბიბლიოთეკამ მწერალ გუგული ტოგონიძის შემოქმედებით საღამოს უმასპინძლა. ღონისძიება პირველი ექსპერიმენტული სკოლის პედაგოგის ნელი ნიკოლაიშვილის ინიციატივით და მისი მოსწავლეების მონაწილეობით მოეწყო. პატარებმა საბავშვო მწერლის შემოქმედებიდან ციტატები წაიკითხეს და დამსწრეს საზოგადოებას აჩვენეს თუ რამდენად კარგად იცნობენ მის ზღაპრებს და იმ პერსონაჟებს, რომლებიც გუგული ტოგონიძის შემოქმედების მკითხველ პატარებს ასე ძალიან უყვართ. აღსანიშნავია, რომ სულ ახლახანს გამოიცა მაღალ პოლიგრაფიული და ილუსტრირებული წიგნის სიბრძნე ზღაპრისა, რომელიც გუგული ტოგონიძის კარგად ნაცნობ ზღაპრებთან ერთად ბოლო დროის ჩანაწერებსაც მოიცავს. 1975 წლიდან მუშაობს სკოლაში და 1975 წლიდან გუგული ტოგონიძის ნაწარმოების მიხედვით ვზდი ბავშვებს. ყოველ 4 წელიწადში ამ შემოქმედებით იმ მწერლის ქართული კლასიკური საბავშვო მწერლის შემოქმედებით იზრდებიან ჩემი მოსწავლეები და კვალი მისი შემოქმედების ნათელი კვალი ასად არ იკარგება. სულით მდიდარნი არიან, მეგობრობა უყვართ, საპარმოსმენილი ცოტა სხვანაირნი ხდებიან და დიდ მადლობას ვუხდი ქალბატონ გუგული ტოგონიძეს, რომ თავისი შემოქმედებით გვაზიარა სამყაროს მშვენიერებას. სასიამოვნოა, დედასაც ძალიან უხარია ეს ყველაფერი, აღთოვანებულია, გახარებულია. უბრალოდ მოსვლა ვერ მოახერხა, რომ მოსულიყო უფრო კარგი იქნებოდა, მაგრამ 9 აპრილს მოწამლული მეორე ჯგუფის ინვალიდი პლუს ასაკი დაერთო და უფრო დამძიმებული აქვს სიტუაცია და ვერ მოდის. მაგრამ რაც შეეხება სიხარულს, რა თქმა უნდა, ჯერ ესეთი წიგნი ახალი გამოიცა. დიდი მადლობა ქალბატონ ნელის, ლალი ჯაფარაშვილს ამ წიგნის გამოცემის თაობაზე. მათ მიუძღვით 8 წლით. საოცარი მწერალია, არაჩვეულებრივი. აი, ახლა რასაც ვიტყვი, ერთი სიტყვა არ იქნება გადაჭარბებული. სხვათა შორის ჩვენი საერთო მეგობარი გივი ჭიჭინაძე, საბავშვო პოეტი, არაჩვეულებრივი სამწუხაროთი ცოცხალი აღარ არის. გივი მას როგორ უწოდებდა, იცით, ანდერსენი კაბაშიო. მართლა საოცარი ზღაპრები და მოთხრობები აქვს გუგულის. წლების მანძილზე მეგობრობთ ჩვენ, სამწუხაროდ ახლა გუგული ავათ არის, 9 აპრილს მოწამლულია, რომ მიცოდეთ და თანდათან ასაკთან ერთად პროგრესირდება ეს ავადმყოფობა სამწუხაროდ და ვეღარ გამოდის სახლიდან და სამწუხაროა, რომ ამ შვედიერი ბავშვების გვერდით ვერ იქნება. რაც ხანი გავა, კიდევ უფრო მეტად დაფასდება მის შემოქმედება. სასწავლო სახელმძღვანელოებშია შეტანილი მისი ზღაპრები. ძალიან კარგად ვიცნობთ მის შემოქმედებას და ძალიან მოგწონს უკითხულობ და ყველაფერი ზეპირად ვიცით. და გვინდა რომ ეს შემოქმედება შემდეგ მთელმა საქართველომ გაიცნოს და ყველა მიცოდეს მისი მოთხრობები და ზღაპრები. საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნებასთან არსებულ ხელოვნების სკოლაში პატარების მიერ შექმნილი ნახატების გამოფენა მოეწყო. ამასთანავე ბავშვებმა ხელნაკეთი ნივთები და პლასტელინის ფიგურები წარმოადგინეს. ხელოვნების სკოლის მოსწავლეებისთვის ღონისძიება ერთგვარად წლის ანგარიშს წარმოადგენს. სასწავლო პროცესის განმავლობაში შექმნილი ნამუშევრების შეფასებას პატარები პერიოდულად პედაგოგებს, მშობლებს და დაინტერესებულ დამთვალიერებლებსანდობენ. აღსანიშნავია, რომ საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნებასთან არსებული ხელოვნების სკოლა 1 წელია დაფუძნდა. სასწავლებელში ხატვა, ძერწვა და ხელოვნების ის დარგები ისწავლება, რომლებიც ბავშვების ინტერესის სფეროში დაახლოებით 4 წლიდან უკვე ხვდება. აქ არის წარმოდგენილი ნამუშევრები, რომლებიც შეასრულებს სასწავლო პროცესში. აგრეთვე სახლშიც ასრულებენ დავალებებს. გვაქვს აგრეთვე წარმოდგენილი მოსწავლეების მაღალი ასაკის და მასწავლებლების პედაგოგების ნამუშევრები. ჩვენი სკოლა დაარსდა 1 წელია. პირველ რიგში მიზანი იყო ამ სკოლის დაარსების ბავშვების ახალგაზრდა თაობის აღზრდა, ხელოვნებისაკენ მიდრეკილება. მოგეხსენებათ, ამ საუკუნეში კომპიუტერული ტექნოლოგიების ქვეშ არიან მოქცეული და ნაკლებად არის ხელოვნებაზე მისწრაფება. მე ძალიან გამიხარდა, რომ დღეს ჩემი ნახატების გამოფენა ყველაზე ძალიან მომწონს ჩემი ნახატები და ნატურმორტი, რასაც ხატავ, ყველაზე ძალიან პირველად რაც დავხატე და კიდევ ბევრი ცხოველების ხატვა მიყვარს, რადგან ცხოველები მიყვარს ძალიან. ძალიან მიყვარს, რომ ხატავ მატარებელს, ბაყაყს, მანქანას, ნატურმორტებს და კურდღლებს. ყველაზე დიდი სიხარულით და სიყვარულით ხატავ ლომებს. და მე ძალიან მიხარია, რომ დღეს გამოფენა მაქვს.